ებრაელების მიერ არის მოკლული აიათოლა ჰომენეი. ახლა მაინც უნდა ვთქვათ სიმართლე, ეს ვიდეო იმათთვისაა, ვინც ამ სისხლიან სისტემას საქართველოდან ამართლებდა. ოდნავ მაინც დაფიქრდით ხალხო, როგორ შეიძლება იყოთ ქართველი და მხარს უჭერდეთ რეჟიმს, რომელმაც მხოლოდ წელს დაახლოებით 50,000 ადამიანი მოკლა და მათ შორის ათასობით თუ 10,000-ობით ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი გენის მატარებელი ხალხია. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ჟალათების მხარეს, როცა შენ სისხლსა და ხორცს კლავენ? რაც მთავარია, ეს რეჟიმი ქრისტიანობის მტერიც იყო. ანგრევდნენ ტაძრებს, სჯიდნენ მორწმუნეებს. ქართველი კაცისთვის რწმენა და თავისუფლება ყველაფერია. ამ ტირანიის დაცვა კი რასაკვირველია საკუთარი თავის ღალატია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომენეის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებთან მეგობრობდა. მათი იარაღი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ემუქრებოდა. ხომენეის ეპოქა დასრულდა, მაგრამ მისი მსხვერპლი 50,000 ადამიანი დღესაც გთხოვს პასუხს. მათ შორის ბევრი ქართველია, ვისი სახელიც ჩვენ საერთოდ არ ვიცით, მაგრამ მათი გენი ჩვენნაირია. მათი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მონობა არ ისურვეს. ძალიან მარტივია, დასავლეთის კოლონიალიზმს თუ ებრძვი და ისინი გონია ბოროტი მხარის წარმოადგენლები, მეორე მხარეს ვერ ხედავ ბოროტებას? ქრისტიანობას და ქართველობას დადებ თავს და იტყვი რომ შაჰ-აბასი შენი მტერი იყო. ირანი არ ყოფილა შენი მტერი? ეს რეჟიმი არ აწამებს ქრისტიანებს? ქრისტიანობა არ იყო აკრძალული და ვინც ქრისტეს და ქრისტიანებს ებრძვის, ის როგორ შეიძლება იყოს კეთილი მხარის მსახური? არანაირად არ იქნება. მაშინ რატომ ათანაბრებ ნამდვილად ბოროტ მხარეს და რო არიცი ბოროტია თუ კეთილია იმ მხარეს? ნაციზმი და კომუნიზმი ჩემთვის ორივე ერთნაირი ბოროტებაა. კომუნისტები ხოცავდნენ წმინდანებს, ანგრევდნენ ეკლესიებს და კეთილი მხარეა? არ არის კეთილი მხარე. ისევე როგორც დღევანდელი ირანის რეჟიმი ანგრევდა ეკლესიებს, ხოცავდა ქრისტიანებს, აკრძალულია ქრისტიანობა ქვეყანაში. ვისი მხარეა? რისი მხარეა? ქრისტიანობის მხარეა? ქრისტეს მხარეა? ქრისტიანობას ისინი სატანიზმად მიიჩნევენ. ხო, რაც შეეხება რა მოხდება ირანთან დაკავშირებით, დასავლეთ ირანში ისე მძლავრობენ ქურთები, რომ არ გამორიცხოთ თურქეთის ექსპანსია ირანის ტერიტორიაზე, იმ მოტივით, რომ არ შეიქმნას ქურთების სახელმწიფო. ჩვენთვის, ქართველებისთვის და კონკრეტულად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირანში მცხოვრებ მილიონობით ქართველს მივაწვდინოთ ხმა, რომ ისინი არიან ქართველები და ისინი უნდა დაუბრუნდნენ საქართველოს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება.